მოგესალმებით. ევროკავშირის პოლიტიკური სტაბილურობისა და მიმზიდველობის მიზეზი წლების განმავლობაში იყო ისეთი დაწერილი თუ დაუწერელი წესების დაცვა და შენარჩუნება, რომელიც ერთი შეხედვით ნებისმიერი პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის საყრდენი უნდა იყოს. ერთ-ერთი ასეთია ზღვის შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობა და ეს ჩაურევლობა არა მხოლოდ დიპლომატიურ დონეზე უნდა არსებობდეს, არამედ ზოგად პოლიტიკურ დონეზეც. დღეს სამწუხაროდ ეს მოცემულობა შეცვლილია და ამას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მაგალითზე კარგად ხედავთ. ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლები, ზოგიერთი წევრი ქვეყნის ლიდერი, რომ აღარაფერი ვთქვათ რამდენიმე ათეულ ევროპარლამენტარზე, უკვე ისე ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ისე ისვრიან რჩევა დარიგებებს, ვინ რა უნდა ქნას და რა გააკეთოს, რომ უკვე ძნელიც კი ხდება მათი და ქვეყნის შიგნით არსებული რადიკალური ოპოზიციის ერთმანეთისგან გარჩევა. მაგალითისთვის, რა განსხვავებაა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთსა და გიორგი ვაშაძეს ან ზურა ჯაფარიძეს შორის. როთის აქტივობასა და მის დასწრებას რადიკალების აქციებზე თუ შევხედავთ, მით უმეტეს მის მუდმივ განცხადებებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, პასუხი მარტივია. განსხვავება მიხაელ როთს, გიორგი ვაშაძესა და ზურა ჯაფარიძეს შორის პრაქტიკულად არ არის. როთი უბრალოდ გერმანიიდან ასრულებს ოპოზიციონერის მოვალეობას. როთს რომ მოსწლია საქართველოსთვის და საკუთარი ქვეყნის პრობლემებს ვეღარ ხედავს თუ აღარ ხედავს, ეს მისი ერთი პრობლემაა, მაგრამ მეორე რეალობა ის არის, რომ სამაგიეროდ გერმანიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს ვხედავთ ყველანი თან ძალიან კარგად, საქართველოშიც და ამერიკაშიც. ამერიკიდან კი გერმანიის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას დიდ ყურადღებას აქცევს ილონ მასკი, ტრამპის ადმინისტრაციაში ვივეკ რამასვამისთან ერთად შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი. ბოლო პერიოდში კი ილონ მასკი ხშირად ეხმაურება გერმანიის მდგომარეობას. ეს გასაგებიც არის, ევროკავშირის წამყვან ქვეყნად ჯერჯერობით მაინც გერმანია რჩება. შესაბამისად, შტატების მომავალ ადმინისტრაციას გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობა მოუწევს. ილონ მასკმა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ორჯერ უწოდა სულელი, თან ღიად, სოციალურ ქსელ X-ზე. ერთხელ მაშინ, როდესაც გერმანიის მთავრობა დაიშალა, ნოემბერში. მეორედ კი ახლახანს, მაგდებურგში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის შემდეგაც იგივე გაიმეორა. შოლცი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. ის არაკომპეტენტური სულელია. ასეთი იყო მასკის შეფასება. როდესაც ისეთი გავლენიანი ადამიანი, როგორიც ილონ მასკია, პლანეტის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი და შტატების მომავალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გერმანიის კანცლერს ასე მოიხსენიებს, ეს გერმანიისთვისაც დიდი დარტყმაა და გერმანიის პოლიტიკური სისტემისთვისაც. გერმანიის პოლიტიკური ელიტისთვის ამაზე უარესი იყო ილონ მასკის მიერ გერმანიაში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მხარდაჭერის გამოცხადება. სოციალურ ქსელ X-ში მასკი წერდა, რომ მხოლოდ გერმანიის სიდიდით მეორე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის გადაარჩენს გერმანიას. მასკის ხედვას ამყარებს სოციალური კვლევების შედეგებიც. გამოცემა ბილდისთვის ჩატარებული ბოლო გამოკითხვის მიხედვით, სავარაუდო კანცლერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზეა პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ლიდერი ალისა ვაიდელი. მეორე ადგილზეა ფრიდრიხ მერცი, პარტია ქრისტიან დემოკრატიული კავშირის ლიდერი. პარტიებს შორის პირველ ადგილზეა ქრისტიან დემოკრატებისა და ქრისტიან სოციალისტების კავშირი დაახლოებით 32%-ით, ხოლო მეორე ადგილს დამაჯერებლად იკავებს პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის დაახლოებით 18%-ით. ერთი მხრივ მოქმედი კანცლერისა და გერმანიის პოლიტიკური ელიტის კრიტიკასა და მეორე მხრივ მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ გამოთქმულ აზრს გერმანიის პოლიტიკურმა ელიტამ ვეღარ გაუძლო და შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე წუწუნიც მოვისმინეთ გერმანიის კანცლერისგან, ოლაფ შოლცისგან და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მიხაელ როთისგან. სწორედ აქ ჩნდება მთავარი შეკითხვა. როთზე შეკითხვას აღარ დავსვამთ. ამ გათხოვილ კაცს ისიც ეყოფა, რომ ცოტა ხანში თანამდებობის დატოვებას მოუწევს და პოლიტიკიდან წასვლაც. აი კანცლერთან დაკავშირებით კი შეიძლება შეკითხვის დასმა. რატომ მოხდა, რომ ოლაფ შოლცს არ ჰქონია პრობლემა მისი პარტიის წევრისა და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ქცევაზე, როდესაც ის თბილისში ორჯერ ჩამოვიდა, ორივეჯერ რადიკალების აქციაზე დადგა პარლამენტის წინ და საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის კაფიო მაგალითი მოგცა. არ ჰქონია პრობლემა იმიტომ, რომ ქართული რადიკალური ოპოზიციაც, მიხაელ როთი და მისი მეგობრები, კანცლერი შოლცი და კიდევ სხვები ერთი სისტემის ნაწილი არიან, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტას, ევროკრატებს,
რომლებიც ევროკავშირში არა ევროკავშირის, არამედ შტატების deep state-ის პოლიტიკას ატარებენ და იმავე საკეთებენ ევროკავშირს მიღმაც, როდესაც ამას საქმე და დავალება მოითხოვს. ასე რომ არ იყოს, თავად არ დაარღვევდნენ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობის პრინციპებს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ საქართველოს ევროკავშირის ვალში არ არის და ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა თანასწორობის პრინციპზე უნდა იდგეს და არა ვასალობისა თუ მასწავლებელისა და მოსწავლის ურთიერთობის პრინციპზე. როგორც თავის დროზე ჟოზეფ ბორელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის აწუყვე ყოფილმა უმაღლესმა კომისარმა გამოგვიცხადა თბილისში. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება დღეს ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლების საგარეო პოლიტიკის სახე ხდება. ეს პირველ რიგში ისევ ევროკავშირის საწინააღმდეგოდ მუშაობს. საქართველოსთან და ილონ მასკთან მიმართებით ორმაგი გერმანული სტანდარტების შესახებ ნახეთ დათა გვასალიას სიუჟეტი. მხოლოდ ერთი პოსტი გახდა საკმარისი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურებულიყო ევრობიუროკრატებისა და დასავლური მეინსტრიმ მედიის გამაოგნებელი და ხშირად უტიფრობამდე მისული ორმაგი სტანდარტი. ის, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, კაფეოდ აჩვენებს ევროკავშირის პოლიტიკოსების ორსახოვნებას, როდესაც საქმე მათ ქვეყნებს ეხება და როდესაც უცხო ქვეყნებს. ყველაფერი ილონ მასკის ერთწინადადებიანი პოსტით დაიწყო. მხოლოდ ალტერნატივას გერმანიისთვის შეუძლია გერმანიის გადარჩენა. და სწორედ ამას მოჰყვა მთელი ისტერია. ერთიანად აღშფოთდა გერმანიის პოლიტიკური ელიტა. მასკი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს და მწვავე შეფასებებმაც არ დააყოვნა. მიუღებელი, ამ ქვესათაურში გააერთიანა ალჯაზირამ გერმანელი პოლიტიკოსების ნაწილის გამოხმაურება. საფრთხის შემცველი, გამახიზიანებელი და მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი მთავრობის საკვანძო ფიგურისგან გერმანიის საარჩევნო კამპანიაში ჩარევა. განუცხადა გაზეთ ჰანდელსბლატს ევროპარლამენტის წევრმა დენის რეტკემ, მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა. შოლცის მემარცხენე სოციალ-დემოკრატების დეპუტატმა ალექს შეფერმა თქვა, რომ მასკის პოსტი სრულიად მიუღებელია. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამერიკელებთან, მაგრამ ახლა ჩვენი მეგობრის მიმართ სიმამაცია საჭირო ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიაში ჩარევას. ეგრეთ წოდებული თავისუფალი და მიუკერძოებელი დასავლური მეინსტრიმ მედიაც სრულად მოიცვა პოლიტიკოსებში წარმოშობილმა ისტერიამ. ფრანც 24-ის სიუჟეტიდან ვიგებთ. The world's richest man has already სოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი უკვე ჩართულია ამერიკის პოლიტიკაში. ახლა კი ის უფრო და უფრო მზარდად ერევა ევროპის საქმეებში. ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა თავის სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მხოლოდ AfD-ს შეუძლია გერმანიის გადარჩენა. მისი ესნა ბიჭი გახლდათ მემარჯვენე პარტიის მხარდაჭერა გერმანიის ფედერალური არჩევნების წინ. ეს პოსტი 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და სწრაფადვე გააკრიტიკა ევროპის კომისიის ყოფილმა წევრმა. მსოფლიოს წამყვანი გავლენის მქონე ადამიანი და პოტენციური ამერიკის მომავალი ადმინისტრაციის წევრი ღიად უჭერს მხარს ულტრამემარჯვენე AfD პარტიას, განა ეს არ არის უცხოური ჩარევის ნათელი მაგალითი. თუ ის ამტოს და ამ სტრატეგიას შეინარჩუნებს განსაკუთრებით ევროპის ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის საკითხში და მინდა გითხრათ, რომ მისი მოქმედება ჩარევის კლასიკური განმარტებაა, ეს საკითხი გაცილებით რთულად მოსაგვარებელი იქნება, ეს აშკარად მტრული აქტივობა იქნება თითქოს და მეგობრული ქვეყნის მხრიდან. ნახოთ, რას ამბობს ამერიკის ხმა. ევროპის პოლიტიკაში ბოლო ჩარევისას პარასკევს ამერიკელმა ტექნოლოგიურმა მილიარდელმა და შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკავშირე ილონ მასკმა X-ზე დაწერა, რომ მხოლოდ AfD-ს შეუძლია გერმანიის გადარჩენა. რამდენიმე გერმანელმა კანონმდებელმა გააკრიტიკა მილიარდელის მხარდაჭერა AfD-s მიმართ. და ბოლოს უშუალოდ გერმანული Deutsche Welle-ის კორესპონდენტი. უნდა ვთქვა, რომ ამ ტვიტმა გერმანიაში აღშფოთება ნამდვილად გამოიწვია. პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და სხვები მიუთითებენ, რომ ეს გიგანტურ საფრთხეს ქმნის, ვინაიდან ეს მილიარდელის მხრიდან გერმანიის წინა საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მაგალითი გახლავთ. აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება საინტერესოა საქართველოდან, განსაკუთრებით კი ევრობიუროკრატებისა და დასავლური მეინსტრიმ მედიის დამოკიდებულების გათვალისწინებით საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ხალხი, რომელიც მასკის ერთწინადადებიან პოსტზე სრულ ისტერიაშია და ამ ხუთსიტყვიან წინადადებას სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად და წინა საარჩევნო ინტერვენციად განიხილავენ, საქართველოზე ხმას არ იღებენ. როდესაც მთელი ევრობიუროკრატია არათუ განცხადებების დონეზე, არამედ ფიზიკურად ჩამოდის ანტისამთავრობო აქციებზე დასასწრებად და მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებენ დემოკრატიულად არჩეული ეროვნული ხელისუფლების შესაცვლელად.
ერთი მაგალითი მინდა გაჩვენოთ ამ ორმაგი სტანდარტის მთელი სიზუსტით წარმოსაჩენად. ილონ მასკის 5 სიტყვიან პოსტს ქართველებისთვის კარგად ნაცნობი მიხაილ როთიც გამოეხმაურა და დაწერა. ვის ძულს ილონ მასკი მეპატივს ვცემ მის სამეწარმეო წარმატებას, თუმცა მე მძაქს ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ გერმანიაში ნაციონალისტური, პოპულისტური და ანტიდემოკრატიული პარტიის არჩევის მოწოდებით გამოდის. ანუ უფრო მარტივად, მან თქვა, რომ საძულველია ყველა ის ადამიანი, რომელიც მისი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა. მაგრამ მოდით გავიხსენოთ, რა შვება მიხაილ როთი უცხო ქვეყნებში. ის რამდენიმეჯერ იყო ანტისამთავრობო მიტინგების მონაწილე საქართველოში. მმართველ გუნდს ქართულ კოშმარს ეძახდა. გამოირჩევა პროოპოზიციური განცხადებებით. ცდილობს დაემუქროს საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს, თითქმის ვადაგასული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სასახლიდან. ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხს აგებს ამ მომრჩეველთა манипуляციასა და ამ მომრჩეველთა დაშინებაზე. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, ასევე უვიზო რეჟიმის შეწყვეტა. და ამ ყველაფრის შემდეგ კითხვაზე არის თუ არა მისი ქმედებები სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა პასუხობს. No, არა, ეს ცალსახად არ არის ჩარევა. no, definitely not. რატომ? იმიტომ რომ იქნებ მე პრეზიდენტისგან თქვენი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოწვევა მივიღე. ეს დემოკრატიის უცნაური აღქმაა, მაგრამ კარგით. თქვენ თავისუფალი ქვეყანა ხართ და შეგიძლიათ იფიქროთ რაც გინდათ. დემოკრატიის უცნაური აღქმა ქართველებს ნამდვილად არ აქვთ, მაგრამ დემოკრატიის ორმაგი სტანდარტით აღქმა მიხეილ როთისა და მისი თანამოაზრეებისთვის ორგანულ, ბუნებრივ მდგომარეობად იქცა. ის, რასაც როთის საქართველოზე ამბობს, მოწვევით ვარ ანტისამთავრობო აქციაზეო, იგივეა ილონ მასკი გერმანიის სიდიდით მეორე და ოპოზიციურად განწყობილი AfD-ს აქციაზე გამოჩენილიყო. სცენაზე ასულიყო და ანტისამთავრობო განცხადებები გაეკეთებინა. წარმოგიდგენიათ რა მოჰყვებოდა ამ ფაქტს, მაშინ როდესაც მხოლოდ 5 სიტყვიან პოსტზე ევრობიუროკრატები ისტერიამ მოიცვა. თავად როთმა კი მასკს საძულველი ადამიანი უწოდა. ეს ორმაგი სტანდარტი გერმანიაშიც არ გამორჩენიათ. მაგალითად, ალტერნატივა გერმანიისთვის წევრმა, ბუნდესტაგის დეპუტატმა ბეატრიქს ფონ შტორხიმ ილონ მასკს მიმართა და თან მიმართვას მიხაილ როთის თბილისში აქციაზე გამოსვლის ვიდეო დაურთო. ძვირფასო ილონ მასკ, ეს არის გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ის საჯაროდ ხალხს მოუწოდებს შეგიძულონ თქვენ გერმანიის არჩევნებში თითქოს და ჩარევისთვის და ღიად აცხადებს, რომ ეზიზღებით. ყველაფერი ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც თავად საქართველოში ცდილობდა მათ არჩევნებში საჯაროდ ჩარევას. რეალურად ყველასთვის, ვინც საღად აზროვნებს და გარედაკვეთებს არ არის დაქვემდებარებული, ნათელია, რომ საქართველო ორმაგი სტანდარტების მსხვერპლია. ძალებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან და თავს მეგობრებად ასაღებენ, სინამდვილეში საქართველო განუვითარებელ კოლონიად მოიაზრება. ჰგონიათ უფლება აქვთ ხისტად ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში, მაგრამ საკუთარი ქვეყნის შესახებ ერთწინადადებიანი აზრის გამოთქმასაც კი არ პატიობენ სხვა ქვეყნის მოქალაქეს. როდესაც ერთწინადადებას ამგვარი ისტერია მოჰყვა, წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა ილონ მასკს იგივე რომ მოემოქმედებინა ევროპული ქვეყნების მიმართ, რასაც ეს უკანასკნელნი საქართველოსთან დაკავშირებით ჩადიან. მასკის ერთი წინადადება ყოფილა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, მაგრამ ქვეყნის მთავარ გამზირზე უცხოელი პოლიტიკოსების ანტისამთავრობო გამოსვლები დემოკრატიის ეგრეთ წოდებული მხარდაჭერა. გარდა ამისა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, ევროკავშირის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი რას ამბობდა. ჩვენ ავიღებთ ამ ფულს დაახლოებით 120 მილიონ ევროს და გადავცემთ მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა მხარი დაუჭიროთ მათ ბრძოლაში სამართლიანი არჩევნებისთვის. შემდეგ კი მართლაც ვნახეთ თბილისის ქუჩებში გაჩაღებული ნამდვილი ბრძოლა. წარმოგიდგენიათ ილონ მასკს რომ ეთქვა, გერმანულ ოპოზიციას დავუფინანსებ ქუჩაში ბრძოლას მთავრობის წინააღმდეგო. გარდა ამისა, ვნახეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი, სადაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ხისტად ცდილობდნენ, სანქციების დაწესებით. განვიხილეთ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. უნდა ვთქვა, რომ ძალიან ინტენსიური დისკუსია შედგა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და მზად ვართ გადავდგეთ დამატებითი ნაბიჯები. ვნახეთ ევროპარლამენტში გამართული დებატები, სადაც კონსტიტუციის დამრღვევი, რადიკალიზმის წამქეზებელი და თითქმის ვადაგასული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიწვიეს ანტიქართული მოწოდებების გასაჟღერებლად. კიდევ უფრო ადრე არჩევნების წინ იყო პირდაპირ მუქარა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების დაუფარავი მცდელობა ბრიუსელიდან, როდესაც ევროკომისიის სპიკერმა პირდაპირ ულტიმატუმი წაუყენა ქართულ სახელმწიფოს.
ქმედებები, როგორიცაა ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი, რომელიც რეალურად გამჭვირვალობას არ გულისხმობს. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებს. ამ მოცემულობაში შანსი არაა საქართველოს ევროინტეგრაცია. მთელი სპექტრია იმ ზომების, რომლის მიღებაც შეგვიძლია. დაველოდებით არჩევნებზე როგორ განვითარდება პროცესები. ამის შემდეგ კი ვიმსჯელებთ დამატებით ზომებზე. ხოდა ამ არასრული ჩამონათვალის შემდეგ ევრობიუროკრატები და დასავლური მეინსტრიმ მედია მასკის 5-სიტყვიან პოსტზე აღშფოთებას ვერ მალავენ. ხოლო იგივე ხალხი, ვინც მასკის პოსტმა აღაშფოთა, საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას არც იმჩნევენ. საიდან მოდის ეს ორმაგი სტანდარტი და რა დგას მის უკან? მასკის პოსტს მოყოლილი ისტერია და იგივე ხალხის ქართულ შიდა პოლიტიკაში ჩარევის უხეში ფაქტების შედარება გაცილებით უფრო ფართო ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა. პირველ რიგში, ეს ორმაგი სტანდარტი კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს უნგრეთის პრეზიდენტის ვიქტორ ორბანის მიერ გამოთქმულ აზრს. სოროსის ქსელს ორი შტაბ-ბინა ჰქონდა, მაგრამ სოროსის ქსელმა დაკარგა ამერიკა, თუმცა ბრიუსელი კვლავ მის ხელშია, ასე რომ ჩვენი მომავლის გასაღებია შეძლებენ თუ არა პატრიოტები უმრავლესობის მოპოვებას და სოროსისგან ბრიუსელის დაბრუნებას. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და დღითი დღე ვძლიერდებით. საქმე იმაშია, რომ Deep State, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაც სოროსია, მაქსიმალურად იბრძვის გავლენებისთვის, ხოლო მათი ბრძოლა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ კიდევ უფრო აქტიური გახდა ევროპაში. როდესაც მასკი თუნდაც განცხადების დონეზე მხარს უჭერს ისეთ პარტიას, როგორიც AfD-ა, ეს ნიშნავს, რომ Deep State-ის მიერ მართული მთელი ევრობიუროკრატია ყველაფერს იზამს მასკის პოსტი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად გაასაღოს, რადგან ეს მართული ჯგუფი ანტისისტემური პარტიის წინააღმდეგ იბრძვის. ამ შემთხვევაში სწორედ ალტერნატივა გერმანიის წინააღმდეგ. რატომ? გერმანიის რიგგარეშე არჩევნების წინ AfD მზარდი პოპულარობით სარგებლობს და ისინი სრულად ეწინააღმდეგებიან ყველა იმ პოლიტიკას, რასაც Deep State-ი ატარებს მართული ევრობიუროკრატების ხელით. AfD მშვიდობის მხარეს დგას. უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს. გერმანიის ეკონომიკური რეცესიის მთავარ მიზეზად ქვეყნისთვის გარედან თავსმოხვეული გადაწყვეტილებები მიაჩნია. მაგალითად, რუსეთის იაფ რესურსებზე წვდომის შეზღუდვას პრობლემად განიხილავს და მისი აღდგენა სურს. სუვერენიტეტის დაბრუნებაზე საუბრობს და მიგრაციული პრობლემის გადაწყვეტას პირდება საზოგადოებას, რომელიც დაიღალა გარე ძალებს დაქვემდებარებული ბრიუსელის დიქტატით. ჩვენ ცხოვრობდით კომუნიზმის დროს, როდესაც ყოველთვის გვეუბნებოდნენ რა უნდა გაგვეკეთებინა და ახლაც იგივე ხდება. ახლა ვნახოთ, რატომ ებრძვიან იგივე ძალები ქართული ოცნების ხელისუფლებას. ქართული ოცნებაც მშვიდობის უალტერნატივობაზე საუბრობს. სუვერენიტეტის პატივისცემას მოითხოვს და მონური მორჩილების ნაცვლად ყველას პარტნიორულ დამოკიდებულებას თხოვს. ასე რომ, როგორც გერმანიის, ასევე საქართველოს შემთხვევაში მართული ევრობიუროკრატიის მიზანი ერთია. ბრძოლის ფორმებია განსხვავებული და თან ურთიერთსაწინააღმდეგოც. Deep State-ის მიერ აგებულ სისტემას გერმანული AfD ეწინააღმდეგება. მასკის განცხადება კი, რომ გერმანიას მხოლოდ AfD გადაარჩენს, ამ ძალებისთვის პრობლემურია. ამიტომაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობენ და დემოკრატიულ სტანდარტებს იშველიებენ პოზიციების განსამტკიცებლად. საქართველოში კი ეს მართული ძალები თავად ერევიან უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში და აქ დემოკრატიას უგულებელყოფენ ასევე საკუთარი მიზნების მისაღწევად. სწორედ აქ წარმოიშვება ორმაგი სტანდარტი, რადგან ამ ძალებისთვის მიზანი ამართლებს საშუალებებს და ეს მიზანი იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რასაც ომის კერების გაზრდა წარმოადგენს და არა მშვიდობა, რომ ღიად და უტიფრადაც კი ამბობენ, ის რაც მიუღებელია ჩვენთვის, ანუ განცხადების დონეზეც კი შესაძლო ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, ჩვეულებრივ მოვლენად უნდა მიიღოს საქართველომ, როგორც კოლონიამ და შეასრულოს მისთვის წინასწარ განსაზღვრული როლი გლობალურ თამაშში, თუნდაც ეს დამღუპველი იყოს ქვეყნისთვის. სწორედ ეს მოცემულობა დამტკიცდა კიდევ ერთხელ მასკის ერთი წინადადებით და მასზე ევრობიუროკრატების რეაქციით. სწორედ ამ პოსტის შემდეგ გახდა კიდევ უფრო ნათელი, თუ ვის და რა ძალებს ეგებებიან რუსთაველზე ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები რევერანსებით. ევროკავშირიდან ხშირად ისმის ხოლმე მოწოდებები კანონის უზენაესობისა და სამართლის პრინციპების შესახებ. წესსა და კანონს კი ერთი წესი აქვს. წესი და კანონი ან ყველასთვის ერთია და ყველა ასრულებს, ან არავინ არ ასრულებს. არ შეიძლება კანონი ვიღაცისთვის სავალდებულო იყოს და ვიღაც გამონაკლისად რჩებოდეს. ჩვენს მაგალითზე რომ ვთქვათ, არ შეიძლება გერმანელ პოლიტიკოსებს ქართულ პოლიტიკაში ჩარევა შეეძლოთ და იგივე პოლიტიკოსები მასკისგან შეფასებებს აპროტესტებდნენ. ისე რაც დათესა მიხაელ როთმა საქართველოში შიდა პოლიტიკაში ჩარევის კუთხით, შედეგი გერმანიაში მიიღო. რაც შეეხება თავად მასკის შეფასებებს გერმანიაზე, აქ მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძნელია არ დავეთანხმოთ. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.